სტამბოლი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დოლმაბაჰჩეს სასახლეში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. სტამბოლში არ ჩადის ვლადიმერ პუტინის უარს აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებაზე პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ უკრაინასთან პირდაპირ დიალოგის აღდგენის წინადადები თვითონ გამოვიდა. ამ მოლაპარაკებების დაწყებამდეც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს არ წყვეტს. დღეს საოკუპაციო ჯარმა 100-ზე მეტი დრონით მიიტანა შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე. უკვე ცნობილია ორი ქვეყნის დელეგაციების შემადგენლობები. თურქეთშია ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა არა სტამბოლში, არამედ ანკარაში, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სავარაუდოდ უკვე 1 საათში უნდა დაიწყოს. თამარ ჭავჭავაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. თამარ, რა ვიცით ამ დროისთვის ამ შეხვედრის შესახებ? დიახ, სოფო, მოლაპარაკებები სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში სავარაუდოდ შუა დღისას გაიმართება. ცნობილია რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა, მასში არც ვლადიმერ პუტინია და არც სერგეი ლავროვი. რუსეთის ლიდერმა მოლაპარაკებებზე გაგზავნა თავისი მრჩეველი ვლადიმერ მედინსკი, რომელიც 3 წლის წინაც მონაწილეობდა უკრაინელებთან შეხვედრებში. მასთან ერთად ასევე იქნებიან ლავროვის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი. პუტინის არ მონაწილეობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ის უარს ამბობს ზავზეც და ცეცხლის შეწყვეტაზეც. რაც შეეხება უკრაინას, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში იქნება და თურქეთის პრეზიდენტ შეხვდება. გავრცელებული ცნობით, ამის შემდეგ გადაწყვეტს ის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის რა ნაბიჯი უნდა გადადგას უკრაინამ. ცნობილია, რომ ზელენსკისთან ერთად იქნებიან თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, მისი ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი და პოლიტიკური მრჩეველი იჰორ ჟოვკა. უკვე თურქეთში იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, ის გუშინ ანტალიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და სენატორ ლინცი გრემს შეხვდა. სტამბოლის გარდა ყურადღების ცენტრში ასევე ანტალიაც, სადაც დღეს ნატოს არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს. შეხვედრაზე მისულმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა კომენტარი გააკეთეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზეც და განაცხადეს, რომ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დამყარების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი. მარკო რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს მომზადებული აქვს ყველა სახის მექანიზმი, რომ ამ ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. The big issue on everyone's mind is what's happening with Russia and Ukraine. დღეს ყველა ვფიქრობთ მნიშვნელოვან საკითხზე, რა მოხდება რუსეთსა და უკრაინას შორის. პრეზიდენტი ძალიან კაფეო იყო, მას სურს ომის დასრულება. ის მზადაა ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე და მას სწორედ ამის ნახვა სურს. სურს ომი დასრულდეს და საერთოდ აღარ მოხდეს. ნატოს მიზანი ომების პრევენციაა სიძლიერის გზით. ამიტომ გვინდა, რომ ის უფრო გაძლიერდეს. ჩვენ გვჭირდება სამხედრო წარმოების გაზრდა, რომ შევებრძოლოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც ნატოს ტერიტორიას ემუქრება. რა თქმა უნდა, განვიხილავთ უკრაინას, რომ უზრუნველყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. ცეცხლის შეწყვეტა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება მოლაპარაკებას, როგორ უნდა დასრულდეს ომი. დღეს ერთი სკამია თავისუფალი და ეს სკამი ვლადიმერ პუტინისაა. დღეს მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ მხოლოდ ერთი მხარეა, რომელიც არ არის სერიოზულად განწყობილი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ. და რა თქმა უნდა, ეს რუსეთია. უკრაინამ გამოთქვა სურვილი 30 დღიან ზავსა და ომის დასრულებაზე. ასევე მოლაპარაკებებზე რუსეთთან და სხვა პარტნიორებთან, მაგრამ რუსეთი აქ არ არის. ფიქრობებით ერთი გზავნილით ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ზაობა ასეთი მშვიდობისთვის დემონსტრირებულია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ, რომელიც აქ თურქეთში იმყოფება. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ვხედავთ, რომ რუსეთის დელეგაცია წარმოდგენილია დაბალი დონის ოფიციალური პირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაორმოგოთ ჩვენი ძალისხმევა ევროატლანტიკურ სივრცეში და ხელახლა ავიღოთ საკუთარ თავზე თავდაცვითი ხარჯების გაზრდის ვალდებულება. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე სტამბოლში შესაძლოა მხოლოდ 30 დღიანი ზავის საკითხი იყოს განხილული. გარდა ამისა, თურქეთში ჩადის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯონათან პაუელი, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის რეკომენდაციებს მისცემს, რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ ფიქრობს სტამბოლში გამგზავრებაზე. დღესაც გამოეხმაურა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ შესაძლოა თურქეთში პარასკევს ჩავიდეს თუ ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.